ეს ქუთაისია, ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლ-ბიბლიოთეკა. ადგილი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა. ანდრია სინაურის ანდერძის აღსრულებისთვის, რომელსაც სურდა ამ სახლსა და ეზოში მუდამ ყოფილიყო შემოქმედებითი ხმაური, დღევანდელი დღეს სწორედ ამისი დასტურია. დღეს გადავწყვიტე შემოქმედებითი საზოგადოება მზის თეატრის საავტორო პროექტის ერთი ლექსისთვის ფარგლებში კარგ პოეტს ირინა შანიძეს ფსევდონიმით ირინოლა გურულს შევხედროდი. მეგობრობა ყველასთან ასაკის მიუხედავად შეუძლია. მოზარდ თაობასთან ურთიერთობა მისი პედაგოგიური პროფესიაცაა. ირინოლა ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა და კარგი პოეტია. მას ძალიან ჰგავს თავისი ლექსები. ლექსიც მასსავით მართალი და ემოციურია. ამაში დასარწმუნებლად მსურს თავად ირინოლა გურულს გავესაუბრო. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. შემოქმედებითი საზოგადოება მზის თეატრი კვლავ თქვენს წინაშეა ერთი ძალიან ლამაზი პროექტის ფარგლებში ერთი ლექსისთვის. მე ახლა ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურულ სახლ-მუზეუმში ბიბლიოთეკაში ვიმყოფები, სადაც მინდა გაგაცნოთ ძალიან კარგი პოეტი ქალბატონი ირინა შანიძე, ფსევდონიმით ირინოლა გურული. გამარჯობათ ქალბატონო ირინა, მოგესალმებით. მე მოვედი დღეს თქვენთან პროექტის ფარგლებში ერთი ლექსისთვის და მინდა თქვენი ერთი ლექსი შემოგთავაზოთ. ვიდრე ლექსს აგვიკითხავთ, მანამდე რა თქმა უნდა მივესალმოთ ჩვენს ძვირფას საზოგადოებას და რამდენი წიგნის ავტორი ხართ, მაინც რომ გითხრათ. მე გახლავთ სამი წიგნის ავტორი და მეოთხე სულ მალე დაიბადება, ველოდები დღე-დღეზე მის გამოჩენას. კი, მეოთხე წიგნი გზაშია. თქვენს ლექსებს ძალიან დიდი აუდიტორია ყავს მკითხველის. როდის დაიწყეთ ლექსების წერა და ძირითადად, როდის გეწერებათ ხოლმე? ლექსების წერა დავიწყე ბავშვობაში, ალბათ მეხუთე კლასიდან, მეხუთე კლასიდან უკვე სისტემატურად წერდი ლექსებს. ადგილობრივ ჟურნალ გაზეთებშიც ვიბეჭდებოდით, სკოლაში ცნობილი ვიყავი როგორც შემოქმედი ბავშვი. მერე ცოტა ხანი მქონდა ესეთი პაუზის პერიოდი, წერით ვწერდი, მაგრამ არ ვჭამდი. ეს სივრცეში გაჩნდა ჩემი ლიტერატურული გვერდი დაახლოებით 2009-2008 წლიდან. და იქიდან მოყოლებული მყავს უკვე აუდიტორია და მაძლევს ხნეობას, ძალას, мотиваციას იმისთვის, რომ წერო და ჩემი თავი გამოვხატო, ჩემი სული გამოვხატო ჩემი ლექსები, ჩემი მეორე კრებულსაც ასეთია სახელად გული ხელის გულზე, სადაც ეს მინდოდა მეთქვა მკითხველისთვის, რომ თითოეული წყარი, თითოეული სტროფი ლექსისა თვითონ თავად მეგახლავად და თუ რომელიმე ადამიანს შვებას მოუტანს იქ წაკითხული ლექსები, ამით ვარ ძალიან ბედნიერი. ძალიან დიდი მადლობა და ახლა რომელია ის ერთი ლექსი, რომელსაც ჩვენს პროექტში გააჟღერებთ? პოეტებს ხანდახან მეხივით დაგმეხავს, ხან გიჟის მოგაცნობს მანტიას, ჩამოგაწყვარამებს ღამეთ და ხან ზის ხივებივით ანთია, დაეძებს კნოტივით სითბოს და თან ხელი გულს უშვებს ქარაშოც, სიზმრებად დადის და სალოცავ სიყვარულს სულს უკნევს, დარაჯობს. ან გეტყვის სიტყვებით სათქმელს და ან უხმოდ გიცხადებს განაჩენს, ხან გლოვობს დაკარგულ არჩევანს, ხან მოსავს მზის ხივით არაფერს, რა ქვია, ნეტა ვამფორი აქვს. მუზათა ტყვეობის სიშლეგეს, ხან გტუქსავს, ახლოს ნუ მოდიხარ, ხან ყვირის მოდი და მიშველე, პოეტი ცისხელა დარდია და მიწის ტკივილთა სამარე ცეცხლია, ალებად ქარს მიაქვს, ყოველი ლექსისას განაჩენს, კითხულობს სამყაროს თვალებში, კვდება და ლექსებად ცოცხლდება, არც რა აქვს, დარვის და განდეგილს, ცას წყდება, მიწასაც შორდება და მიწას და ცას შორის, ნისლის ფერზმანებად კიდია, ახლოა ისეთი, თან შორი, დღეს ხმება, ხვალ ნორჩიკნიტია და შეშლილ გრძნობებზე კარმოსილ წერენ ტკივილების სონეტებს, ვით სულის სხეულიდან ამოსვლით ლექსებით შეუნდობენ პოეტებს. ძალიან დიდი მადლობა, საოცარი ლექსია და ვიმედოვნებ, რომ პოეტების შეცოდებანი, ასე რომ ვთქვათ, ლექსებით იქნება შენდობილი კითხველისგან. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.
მე ახლა მინდა უბრალოდ შეგეკითხოთ, რა კი ეს პროექტი მზის თეატრს უკავშირდება, შემოქმედებით საზოგადოება მზის თეატრს, რას უსურვებდით ამ ორგანიზაციას? მზის მე თავად მზიშვილი ვარ, მზეს საოცრად მიყვარს და მზის თეატრი ჯერ კიდევ არ ვიცნობდი მისი სახელის გამო რომ შემიყვარდა და მისი პროექტები, მისი განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებები ჩემთვის ყოველთვის ტოვებდა მზის შარავანდედის კვალს და უსურვებ მზის თეატრს. კლავაც მზეებით ეთქოს თავისი სხივების გული, რომელიც შემოკრებული ყავს, ასე ირგვლივ და ყოველთვის ემზეოს და ეჩახჩახოს და ახალი პროექტებით გაეხარებინოს ჩვენი გული. ძალიან დიდი მადლობა ჩემო მზის გულა პოეტო და მე მინდა ახლა თქვენთან ერთი სამახსოვრო სელფი გადავიღო.